Keti Khuskivadze მინდა მოვიწვიო ეთერში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. გამარჯობა. ახალბატონ ქეთი, მადლობა მოსვლისთვის. როგორია პირველი რეაქცია? მოდით, რამდენად მოსალოდნელი იყო ეს კონკრეტული გადაწყვეტილება და თქვენი პირველი განწყობის გაზიარება მინდა გთხოვოთ. მადლობთ მოწვევისთვის, ხო, ჩვენ ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ წელიწადზე მეტია უკვე, რომ განსაკუთრებით აი ბოლო ხანებში ვინც უნივერსიტეტის უმაღლეს სასწავლებლებში არის ჩართული, ხო, ამ დეფორმის კვალდაკვალ ჩვენ ვაწყდებოდით უბედურებებს, მაგრამ დღევანდელი დღე ემოციურად კიდევ უფრო ძიმე აღმოჩნდა, იმიტომ რომ აი წარმოიდგინეთ, ახლა დეფორმა რაც ვიცოდით და რასაც გვეუბნეოდა, რაც ჰქონდა გარკვეული, იყო ის, რომ უნივერსიტეტების ავტონომიას და აკადემიურ თავისუფლებას ურტყავდა. ხო, ეს თვალნათლივ ჩანდა. მაგრამ ახლა აღმოჩნდა, რომ საერთოდ უნივერსიტეტები რა იქნება და რა დაგვრჩება, ესეც არ ვიცით. იმიტომ რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე ტექნიკური უნივერსიტეტი მისი საკუთრებაა, კერძო საკუთრება და შეუძლია ახლა, რომ ეს ორი უნივერსიტეტი გააერთიანოს, მის ქონებას დაიპატრონოს, იმიტომ რომ ჩვენ ხვდებით, რომ აქეთკენ მიდის ყველაფერი, რომ ის შენობები, რომელიც აქვს ცალკე უნივერსიტეტს, ჭავჭავაძის ვაკეში არსებული შენობები და ეს ქონება და ცალკე შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტს ამისი ჩაგდება უნდა მას სწორედ ხელში. სხვანაირად წარმოუდგენელია, ვერაფრით ვერ ახსნი ადამიანი, რატო შეიძლება გაჩენილიყო აი ამ ორი უნივერსიტეტის, ასე ვთქვათ, ეს გაერთიანების იდეა, საიდან მოდის ეს. მეტიც აი მიქანაძის ლაპარაკიდანაც ჩანს, რომ საერთოდ არ ყოფილა ასეთი მოლაპარაკებები და კი ამბობს ის, რომ რექტორებს ვესაუბრეო, მაგრამ მე მინდა მიქანაძეს შევახსენო, ადამიანს, რომელიც ძალოვნებიდან მოდის და არის განათლების მინისტრი ახლა სულ შემთხვევით, რომ რექტორი არ არის უნივერსიტეტი და რექტორს არ ეკუთვნის უნივერსიტეტი. მისი კერძო საკუთრება არ არის, რომ უნივერსიტეტები იმართება დღემდე ყოველ შემთხვევაში ასე იმას ყავს თავისი მართლობითი რგოლები. ვისთან ჰქონდათ კომუნიკაცია, ვისთან გაიარეს აი ამაზე რაიმე ტიპის არ ვიცი მე რეკომენდაცია საიდან აიღეს. ფაქტია რომ აკადემიურმა საბჭოებმა ამის შესახებ არ იცოდნენ. ეს ცალკე საკითხია, რამდენად დამოუკიდებლები არიან აკადემიური საბჭოები და რამდენად შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ მათ ამ პროცესში, მაგრამ არც აკადემიური საბჭოა უნივერსიტეტი, ასე რომ თუ კი ასე მივუდგებით, უნივერსიტეტი არის მთელი შემადგენლობა, ვინც ირჩევს აი ამ ხალხს და თუ კი აღმოჩნდება რომ ეს ხალხი მიიღებს ამ საზოგადოების წინააღმდეგ გადაწყვეტილებას, შესაძლოა ამ ხალხის სახლში გაშვების ასე ვთქვათ საკითხიც დააყენოს უნივერსიტეტის თავისუფალმა საზოგადოებამ, დანარჩენმა პროფესორ მასწავლებლებმა და სტუდენტებმა. მე მაინტერესებს რა ტიპის დუღილია ახლა მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იმიტომ რომ ეს თან არ ეხება უკაცრავად ამასაც ვიტყვი მხოლოდ კრიტიკულ საზოგადოებას. ეს შეეხო ახლა წლების განმავლობაში ჩუმად მყოფ, ლოიალურად განწყობილ ხალხს ქართული ოცნებისა და პირადად ივანიშვილის მიმართ. კი ბატონო, იცით რა, ჩვენ როდესაც განგაში ავტეხეთ უნივერსიტეტში, ზუსტად ამას ვამბობდით, რომ აქამდე მივიდოდით, ხო? ხა მე მესმის რომ რაღაცა შეიძლება უნდა რომ დამალოს აი იმ კომისიამ, ეგრეთ წოდებულმა, რომელიც აი ამ დეფორმაზე მუშაობს, მაგრამ ყველაფერი ხო ცალსახად ჩანს. აი მაგალითად ჩანდა ძალიან კარგად, როდესაც გითხრეს, რომ იცით რა, ეს კობახიძეს არც დაუმალავს, რომ უნივერსიტეტში ჩასატარებელი იყო ამ ტიპის რაღაცა საკადრო ცვლილებები, ხო? რეჟიმის პირობებში საკადრო ცვლილებები არის რეპრესია, ამას ასე ქვია, ხო? არავინ არ გაითვალისწინა. შემდეგ ხა დეფორმის პირობებში უკვე გითხრეს ჩვენ, რომ იცით რა, აი ესე მოხდება, რომ ხო, აი ჩენები გადავლენ ასისტენტებად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბუნდოვნად გააკეთეს და თითქოს აი რაღაცა სატყუარა გადმოგდეს 10,000 ლარიანი ხელფასი, ხო? და ამას გაუჩუმდა პროფესორები, ხო? პროფესორ მასწავლებლები გაჩუმდნენ სამწუხაროდ. ძალიან ბევრი ტყუილი ამ საქმეში. აი პირველი ტყუილი, ეხა მაგალითად მიქანაძემ თქვა, რომ იცით რა, არ იქნება საკადრო წმენდაო და რეპრესიას. ანუ არ შევეხებით ამ ორ უნივერსიტეტს. ეს ტყუილია, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ერთადერთი, რა ვიცი, ძალიან ცოტა ოქმი არსებობს დოკუმენტი აი ამ რეფორმის პირობებში და ჩვენ ვნახეთ მაგალითად სახელოვნებო უნივერსიტეტებთან გაგზავნილი დოკუმენტი, სადაც წერია პირდაპირ, რომ 50% პროფესორ მასწავლებლებს უნდა გაუშვან. ეს ადამიანები ყველანი კი არ არიან პროტესტში ჩართულები, ან რამე ტიპით, ხო, რა ვიცი, ლოიალურები იყვნენ აი ამ რეჟიმის მიმართ, ხო? მაგრამ მათაც გაუშვებენ აუცილებლად სახში და უთხრეს, რომ აი 400 სტუდენტიდან უნდა დახვიდეთ 80 სტუდენტამდე. მიქანაძე ამბობს, რომ თურმე სტუდენტების რაოდენობას არ შეხებიან. მაშინ როცა კობახიძემ გითხრა, ფაკულტეტებს მე თვითონ გაუწერ კვოტირება სტუდენტების, ხო? შრომით ბაზარს შევისწავლიო და იქიდან დავადგენ მე რამდენმა უნდა ისწავლოსო, ხო? მე
ვოლსკი უფრო წინ წავიდა და ასეთი შრომის ანალიზი დადო და გითხრა რომ თურმე უკაცრავად ქვეყანას აღარ ჭირდება განათლებული ადამიანი, უჭირს თურმე ბოთლების მბერავში. ხო, ასეთი ტიპის ანალიზი დადო ამ კაცმა. მთელი ჩემი პატივისცემა და ძალიან მეძვირფასება ყველა ხელობის და პროფესიის ადამიანი, ვინც აი ლეგიტიმურად და პატიოსანი შრომით ირჩენს თავს. თუმცა ეს ვოლსკის შემთხვევა არ არის. და თუ ასე ძალიან უჭირს სამშობლოს ბოთლების მბერავში, მას შეუძლია არალეგიტიმური პარლამენტიდან გადავიდეს იქ, ხო? იცით რა ხდება? აი ივანიშვილმა ერთხელ თქვა ძალიან ცხადად, რომ მისი ინტერესი არ იყო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის დაცვა, რომ მას აინტერესებდა თავისუფლი, ეს იყო მისი პრობლემა რა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა ივანიშვილს არ ადარდებს ჩვენი ჯანმრთელობა, აგერ ქიმიურად მოგწამლეს, ხო? არა რაც გვაწამეს, დაგვარბიეს, ჩაყარეს ციხეში, სტუდენტები ყავს სინდისის პატიმრები და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ის უნივერსიტეტია, რომელსაც დღემდე ყავს ორი სინდისის პატიმარი და ამაზე რექტორი ხმას არიღებს. ხანთანესის უნივერსიტეტია, საიდანაც კობახიძეს პერმანენტულად აგდებდნენ სტუდენტები შენობიდან და არაძლევდნენ ხშირად ლექციის ჩატარების საშუალებას. ის მაინც ატარებდა თავისი დაცვის შაბათობით, ხო, და თავისი დაცვის საშუალებით უსწორდებოდა შემდეგ ამ სტუდენტებს უმოწყალო ჩვენ ეს ვნახეთ. ეს ერთგვარი სასჯელი ხა შესაძლოა კობახიძე არ წყვეტს ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების სულ ზედა ეშელონში არ არის ეს ივანიშვილის გადაწყვეტილებაა პირადად, რა თქმა უნდა. თუმცა, რა თქმა უნდა, აქ დევს ის ანგარიშსწორებაც, რაც სხვადასხვა დროს ამ უნივერსიტეტებიდან გამომდინარე, შესაძლოა მცირე ნაწილის, მაგრამ აქტიური ნაწილის გამო მათ მეხსიერებაში ჩარჩა. რა თქმა უნდა, ესეც არის გარდა იმისა, რომ ეს ტერიტორიები სჭირდებათ მშენებლობებისთვის, დეველოპინგისთვის, ფულის შოვნისთვის, რა თქმა უნდა, ესეც არის, რომ თავისუფალი სივრცეები შეიზღუდება დიდწილად და ცოტა სტუდენტში ცოტა მონაწილე იქნება პროტესტის კონტროლირებულ ლექტორებში, რა თქმა უნდა, თითქმის შესაძლოა აღარც იყვნენ განსხვავებული აზრის მქონენი. რისი იმედი გაქვთ? ეხლა ჩვენ ხმებს ვისმენთ უკვე ადგილებიდან, ტექნიკური უნივერსიტეტის ხმა არასოდეს ყოფილა პროფესორ მასწავლებლების დონეზე ხმა მაღალი, ეხლა ჩვენ უკვე ვნახეთ და სხვა შორის პირველ კომენტარებში ეტყობოდათ, რომ ისინი ფრთხილობენ, მათ არ უნდათ ასეთი რადიკალური განცხადებების გაკეთება, თუმცა პროტესტი არის მათში და უკვე ამ პროტესტმა ისინიც კი გარეთ გამოიყვანა, მათ შორის დარწმუნებული ვარ, ბევრია ლოიალურად განწყობილი ქართული ოცნებისადმი. რა იმედი მოგცათ აი ამ პროცესმა? შეგიძლიათ თუ არა ამ ორ უნივერსიტეტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 108 წლისას და ტექნიკურ უნივერსიტეტს 104 წლისას გაუწიოთ ისეთი წინააღმდეგობა ამ მართლაც და განადგურების, განათლების საუკუნოვანი კერების განადგურების პროცესს, რომ უკან დაახევინოთ ეგრეთ წოდებულ მთავრობას. კი, სანამ აი მაგ იმედზე ვისაუბრებდი, მაინც ვიტყვი, რომ რაც არ უნდა ლოიალურად, უბრალოდ რაც არ უნდა ჩუმად იყოს პროფესორი ან მასწავლებელი, მან კარგად იცის, რომ ამ რეჟიმის საკადრო პოლიტიკა არის კორუფციაზე და ნეპოტიზმზე დაფუძნებული. ეს იცის ყველამ. ეს თავადაც ამას აღიარებენ და ხედავთ მინისტრებს და მათ მოადგილეებს ციხეში, ხო, მილიონები აქვთ შეჭრილი. მათი შემოსვლა ნებისმიერ უნივერსიტეტში საკადრო წესით ეს ნიშნავს, რომ იქნება კორუფცია და იქნება ნეპოტიზმი. როდესაც ამბობენ, რომ უფასო იქნება სტუდენტს სწავლა, ჩვენ გვახსოვს საბჭოთა კავშირში ჯერდი ამ ოლიგარქის პირობებში უფასო არაფერი არ იქნება, ეს ერთი და გვახსოვს საბჭოთა კავშირის პირობებში უფასო სწავლება და მთელი რიგი ფაკულტეტები, სადაც მხოლოდ და მხოლოდ კორუფციით და ნეპოტიზმით ხდებოდნენ სტუდენტები. ეს გვახსოვს. ეს მეხსიერება მათ შორის ამ პროფესორ მასწავლებლებსაც აქვთ. ამიტომ ახლა რაც უნდა ჩვენოს აი კარგად ბრძანეთ, ხო? 1918 წელს და 1922 წელს შექმნილმა უნივერსიტეტებმა და ტექნიკური უნივერსიტეტის სწორედ თესეუნან ჯავახიშვილის უნივერსიტეტიდან იღებს სათავეს, ხო? და შემდეგ ვითარდება და საუკუნეზე მეტია ეს დამოუკიდებელი უნივერსიტეტია. ეხლა ჩვენ უნდა ვარჩენოთ სტუდენტის, პროფესორ მასწავლებლის, აკადემიური პერსონალის დონეზე, რომ ჩვენთან ივანიშვილს არ გამოვა ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი მისი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი სიმბოლოს უნივერსიტეტის აი ასე განადგურება. თქვენ ამაში თავდაჯერებული ხართ, რომ ამას შეძლებთ?
მე ჩემი ბუნებიდან გამომდინარე საერთოდ მებრძოლი ვარ და ვუწევ წინააღმდეგობას და მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ ადამიანებში კიდევ უფრო მეტი პოტენციალია, ვინც დღეს ჩუმად არის. მადლობა და ბოლოს მინდა გითხოთ, ეს თქვენი რექტორი სად არის, ხომ არ იცით, ჯაბა სამუშია. ჯერ არ ჩანს, არ გაუკეთებია არანაირი განცხადება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მას მოუწევს, რომ გააკეთოს განცხადება, არ გამოვა ეს ჩაკეტილი კაბინეტის პოლიტიკა, რომელსაც ის ბოლო ხანებში ატარებს და იქ შემდეგ ანესთეზიას უტარებს ხან დეკანს, ხან რომელიმე მიმართულების ხელმძღვანელს.